მოკლედ, ახლა ვიწყებთ ჩვენ კუბდარის ხორცის შეგემებას, ანუ გულსართის გაკეთებას. აქ ჩვენ გვაქვს წითელი წიწაკა, ძირა, ქინძი, უცხოსუნელი, ყვითელი პირი, თეთრი მარილი, ცოტა მსხვილი, რომ კარგი გემო მისცეს და ნიორი. და ასევე ჩვენ გვაქვს წყალი, რომლითაც ჩვენ ხორცს მერე მივცემთ ცოტა წვნიანობას, მოკლედ როგორც ხინკალს ასე. ვიწყებთ მოკლედ ჯერ ვამატებთ, ეს არის 2 კილო ხორცი, ანუ ორმაგი რეცეპტის ორმაგი დოზა. თქვენ 1 კილო ხორცზე დაგჭირდებათ საკმაოდ დაახლოებით 9 კოუსი ყვითელი პირი. მე ამას გავუკეთებ 1 კოუსს, რადგან 2 კილო მაქვს აქ. ასევე გავუკეთებ 1 სრულ დიდ კოუსს ძირას. გავუკეთებ 2 კოუსს უცხოს სუნელს. ასევე გავუკეთებ 2 კოუსს ქინძს. და წიწაკა მოკლედ გემოვნების მიხედვით, ვის როგორი მოსწონს. ჩემს ოჯახში ძალიან მწარეს არ ჭამენ, აქედან გამომდინარე მე მხოლოდ 1 კოუსს დავუმატებ. თუ უფრო მწარე გიყვართ, თქვენ შეგიძლიათ. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა. კარგი არის როცა შეურავთ 1 კილო და აი ესეთი ფორმით დავჭრათ. მოკლედ პატარა კუბებად. რაც უფრო წვრილად არის დაჭრილი, კუბდარში მით უფრო სასიამოვნოა საჭმელადაც და მოკლედ მით უფრო კარგად მზადდება ის ხუნკაშიც. ეს არის ახლა ღორის ხორცი, რომელსაც აქვს თავისი ცხიმი. აქედან გამომდინარე მე მას აღარ დავამატებ ცხიმს. თუ ჩვენ კუბდარს ვაცხობთ საქონლის ხორცით, იმ შემთხვევაში ვიღებთ ცოტა კარაქს, ანუ კუბდარს 1 კილო ხორცზე დაახლოებით 150 გრამ კარაქს ვადნობთ და მას ვამატებთ წყალთან ერთად. მე თქვენ განახებთ ახლა პროცესში ნელ-ნელა, როცა უკვე მის შეგემებას და შეზავებას დავიწყებ სუნელებით და ხახვით და მარილით, მე თქვენ განახებთ როგორ უნდა გაკეთდეს გულსართი. ეხლა ეს არის პროცესი, ანუ ხორცის დაჭრის პროცესი. აი ხორცი იჭრება ესე, მე ყოველ შემთხვევაში ესე ვამუშავებ მას, ესეთი ფორმით წვრილ ზოლებად ვჭრი ჯერ და მერე უკვე ვაძლევ კუბების ფორმას, აი ეს დაახლოებით ესეთ ფორმებს, აი ესეც. და ეს იჭრება ესე პატარა წვრილ ნაჭრებად, დაახლოებით გამოდის აი ესეთი ნაჭრები, აი ესეთი პატარა ნაჭრები გამოდის, ეს კიდე